მივესალმები ჩვენს პირველ სტუმარს, ნიკა მელიას. მადლობა ბუკა. მადლობა მომბრძანებისთვის, მიხარია რომ ჩვენთან ხართ ეთერში და გვექნება ეს შესაძლებლობა. პირველი შეკითხვა რაც უნდა დაგისვათ, სიცხე ხო არა გაქვთ? არა ხო, ნუ შესაბამისად არც მიკნავლებულიც არ ახართ და ხართ ბრძოლისთვის შემართებული. ეხლა მაინტერესებს პირველ რიგში თქვენი შეფასება და გასულ წელთან დაკავშირებით. და მაინტერესებს თქვენი შეფასება და გეგმები მომავალ თქვენს პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა, გულწრფელად დიდი მადლობა. მასპინძლობისთვის გასულ წელთან დაკავშირებით ბევრი რამ შეიძლება ითქვას, ამას შეიძლება გადაცემაც არ იყოს და არც 2 და 3 გადაცემა, მაგრამ ბევრი კითხვა მაქვს ასე რომ მოკლედ თავარი რამ მოხდა ერთის მხრივ ყველა დავწმუნდი, ბევრი უმრავლესობა ამ ქვეყნის მოსახლეობისა სამწუხაროდ დავწმუნდით, რომ არჩევნები როგორც იდეა გარდაიცვალა ჯერჯერობით დღეის მდგომარეობით და ეს ძალიან სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ მეორეს მხრივ საზოგადოების დიდი ნაწილი მიუხედავად ბევრი არასასიამოვნო გამოვლინებებისა და გამოხდომებისა ოპოზიციურ ველზე დარწმუნდა ოპოზიციაში, რომ ოპოზიცია ამ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ჩვენ ვიცავთ ხმას, არ ღალატობს თავის ამორჩეველს. ანუ მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გაყალბების შემთხვევაში ოპოზიცია ხმას დაიცავს, დიახაც, ბოიკოტის პირობებში, ბოიკოტის გამოყენებით ჩვენ ვიცავთ. ამ წუთის მდგომარეობით ეს არის საშუალება დავიცვათ ჩვენი ხმა, ამორჩევლის ხმა და მე ვფიქრობ, ამან დობა გაზარდა ოპოზიციის მიმართ საზოგადოების მხრიდან. ეს ორი რამ არის ჩემის აზრით ყველაზე თვალშისაცემი, რაც მოხდა 2020 წელს თავისი უარყოფითი და დადებითი გამოხატულებებით. ვისაც არ ჯეროდა ოპოზიციის, ვისაც ჯეროდა რომ ივანიშვილი მაინც საწოდეს მიაღწევდა, რაღაცა იქ ფულს ააშრიალებდა, მაინც თავის ნებაზე დაიყოლიებდა დანარჩენ ოპოზიციონერებს თუ ნაწილ ოპოზიციონერებს, ეს ყველაფერი რომ ვერ მოხდა, ბევრში გამტკიცდა რწმენა, რომ კიდევ კი ბატონო აქვს ამ ადამიანს ფული, კი ბატონო მილიარდერია, კი ბატონო მიტაცებული აქვს ძალაუფლება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ საკუთარი იშტაზე ატაროს დანარჩენი საქართველო, ნახევარი საქართველო. ეს რაც შეეხება გასულ წელს და მომავალ წელს ბუნებრივია. ეხლა უკვე როგორც პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის გეგმები მაინტერესებს, მე გავეცანი თქვენს გამოსვლას და მაინტერესებს, აი როგორ აპირებთ კონკრეტულად თქვენი საქმიანობის განხორციელებას იმისთვის, რომ თქვენი როგორც თქვენ აღნიშნავთ თვითონ მყარი ამორჩეველის ბაზა კიდევ უფრო მეტად გაამდიდროთ, გაამრავალფეროვნოთ, უსმინეთ თქვენს გამოსვლას, სადაც თქვენ აღნიშნეთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც აქამდე თავს იკავებდნენ და ეხლა გამოხატეს მზაობა, რომ და ინტერესი რომ შემოუერთდნენ და მხარი დაგიჭირონ. ამ ამბიციის გარეშე, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა გახდეს გამარჯვების პლატფორმა და ბევრი განსხვავებული ადამიანი გაერთიანდეს ამ პლატფორმაზე, მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი ნამდვილად. იმიტომ რომ ამის გარეშეც არც პასუხისმგებლობა მაქვს და ფორმალურიც და არაფორმალურიც პარტიაში და ახლა ბრძოლის ბევრ სხვა კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად ბრძოლის ავანგარდში ვიყავ, ანუ პასუხისმგებლობის ნაკლებობა ნამდვილად არ მქონდა. მაგრამ ბუნებრივია, ახლა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდა ჩემი პასუხისმგებლობა, 2 და 3 საათში არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიმიღო არჩევნებში, რომელიც ჩატარდა ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც რეალური იყო, ნამდვილად მეწუნეთ, არც მე მიმიღია მონაწილეობა ამ არჩევნებში დასამარცხებლად და არც ლევან მარშალომიძეს მიუღია ამ არჩევნებში დასამარცხებლად, არც ერთისთვის იქნებოდა სასიამოვნო დამარცხება, ხა ადამიანობდა არც მეორესთვის, მაგრამ ორივეს გიცნობთ, კარგად და ვიცი რომ არ იქნებოდით ისე მონაწილეობა რეალური მართლაც რეალური არჩევნები ჩატარდა და მადლობა მინდა თქვენ ეთერითაც გადაუხადო ლევან მარშალომიძეს, ადამიანს, რომელიც გარეშეც ვერ შედგებოდა ეს პროცესი, ისე როგორც ჩემს გარეშეც ვერ შედგებოდა ეს პროცესი. ორი კანდიდატი თუ არ იქნებოდა, ვერ შედგებოდა ხო არჩევნები. ჯერა ნამდვილად, რომ ნაციონალური მოძრაობა მე ყოფილი ვარ ისეთ ქვეყანაში, სადაც ერთი კანდიდატი იყო და
ტარდებოდა არჩევნები. დიახ. ელჩი როცა იყავ, ხო? კი, ნუ არსებობს ყველა წეს აქვს გამონაკლისი. ოღონდ შემთხვევაში ეგეთი ქვეყანა არ გვინდა ჩვენ. არა, ნამდვილად არ გვინდა, არც თავარი მეინსტრიმული პარტია გვინდა ისეთი, სადაც უბრალოდ გვინდა, მოდი ასე ვთქვათ, ისეთი მეინსტრიმული პარტია თავარი, სადაც შიდა დემოკრატიას განვითარებული არის. საინტერესო დაძაბული პროცესი იყო, ეხლა პრაქტიკულად ორად გაიყო ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერები, ნაწილ მათგანმა უბრალოდ არჩევანი ვერ გააკეთა, იმიტომ მცირე ნაწილმა ვერ გააკეთა ერთის პატივისცემის გამო და მეორეს პატივისცემის გამო არც ვერ დავწყვეტო და ასე ვთქვათ გული და არც მეორეს ასეთი ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ ესეც გამოცდილებაა შემდეგი არჩევნები როცა ჩატარდება, აქ ეს უხერხულობაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ რომ ამორჩევლთან ვართ ანგარიში ვალდებულები. მე ხა ძალიან მაღალ ლეგიტიმაციას ვგრძნობ და ხარდაჭერას და პასუხისმგებლობას ამოვიდოს, როდესაც ათასობით ადამიანი საჯაროდ ხარს გიჭერს, ხო? და ეს იცი რომ ასე იყო და ასე ხარ არჩეული, მოლოდინი მაღალი გაჩნდა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ნაციონალური მოძრაობა ტრანსფორმირდება, ნაციონალური მოძრაობა უკეთესი ამ სიტყვის მნიშვნელობით ტრანსფორმირდება და ნაციონალური მოძრაობა საკუთარ თავში ძალას იპოვის, რომ არ იყოს მიუღებელი არც ერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯგუფის თვის, დიახაც, ეს ამოცანა მე თუ ვერ შევასრულებ, მე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობა ნამდვილად ძალიან ამბიციური განცხადება, იმიტომ რომ არის სერიოზული რაოდენობა ადამიანების, რომლისთვისაც ნაციონალური მოძრაობა არის და იქნება მომავალშიც მიუღებელი და ის ადამიანების გარკვეული სერიოზული ნაწილი არის. ვერ გეტყვით ეხლა ლუკა. დევალდერი ჩემი სამუშაო დღე დასტური იყო იმისა, რომ პროცესი წარიმართება ისე, როგორც მაქვს ჩაფიქრებული. პრაქტიკულად აი დილის 11 საათიდან, აი დავტოვე 1 საათის წინ ოფისი. თუ კი ვინმესა შევხვდით დღეს და შეხვედრები იყო, არ იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი არც ერთი რიგი მათგანი, საერთოდ ხარდაჭერიც კი არ იყო, მაგრამ ეხლა გვაქვს აქტიური კონსულტაციები, რომ ეს ადამიანები ამ გამარჯვების დიდ პლატფორმაზე ერთად გავერთიანდეთ. ჩვენ მათთან ერთად, ისინი ჩვენთან ერთად. ჩემთან კი არ უნდა მოვიდნენ პარტიაში, მიხეილ სააკაშვილთან პარტიაში კი არ უნდა მოვიდნენ. გამარჯვების პლატფორმაზე უნდა მოვიდნენ, იქ სადაც ეცოდინებათ, რომ ოპოზიციურ პარტიაში კი არ არიან, გაერთიანებაში არიან, რომელიც აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში, ამა თუ იმ წილის მატარებელი იქნება ხელისუფლებაში. შეიძლება ეს წილი იყოს დიდი კოალიციის ფარგლებში, შეიძლება იყოს მცირე, შეიძლება იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია, მაგრამ საუკეთესო, აი მიწიერი მაგალითი რომ მოვიყვანო, ჩემთვის რომ ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში და წიაღში არის უდიდესი პოტენციალი და რესურსულები ვართ, რომ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გავზარდოთ, არის გლდანის არჩევნები. თბილისის უდიდესი რაიონი, სადაც დედაქალაქის მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს, მოვახერხეთ და 5 თვიანი კამპანია, დამხანცველი კამპანია იყო. ძალიან ბევრი შეხვედრა დამჭირდა, როგორც მე და თქვენ საუბრობთ, ახლა ერთ-ერთი შეხვედრები. პირველი 3 თვე საერთოდ არ მქონია კომუნიკაცია მედიასთან და სამართლიანად გაგანაწყენეთ თავის დროზე, იმიტომ ვერ ვახერხებდი, ველზე ვიყავი და ავუხსენი ადამიანებს რა მინდა, რა არის ჩემი მისია, რა არის ჩვენი მეგობრების მისია და რას გავაკეთებ და რას აღარ გავაკეთებ. შედეგად მოხდა ის, რომ გლდანის რაიონში გავიმარჯვეთ. და თუ იყვნენ მათ შორის ისეთებიც, ვინც შტაბის ხელისუფლების მხრიდან იყვნენ უსამართლოდ დაჩაგრულები. თუ იყვნენ, ბოდიში. თუ იყვნენ მათ შორის, აი როცა კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ გეუბნებით, ეხლა ჩემი არ მინდა სახელი და გვარი დავასახელო, ხა. ჩემი შტაბის ერთ-ერთი წევრი ადამიანი, რომელიც ხარს მიჭერდა აქტიურად პირველად, ასე ვთქვათ, ხარი დაუჭირა და შემოხაზა ხუთიანი, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ნაცემი იყო იმდენად, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს დღემდე კორსეტით დადის. და ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. 50% ადამიანების, რომლებიც იყვნენ ჩემს საარჩევნო შტაბში, არ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები. ამან განაპირობა ის შედეგი, რაც გდანში დაფიქსირდა. ეს რამე სტრატეგია იყო? იცით რა არის? რომ ესეთი კონტინგენტი შეარჩიე? იმიტომ რომ
არსებობს საქართველოში ხა თვალო გაუსვოთ რეალობას, ხო? ნახელისუფლარი პარტია ვართ, ხო? და მეტი მუშაობა და მეტი ძალისხმევაა საჭირო საზოგადოებასთან, რომ დავარწმუნოთ, რომ ჩვენ საკუთარ შეცდომებზე თვით ნასწავლი ხალხი ვართ, ცხვირი კედელს მიტყამული ვართ შეცდომებზე, რიგ შემთხვევაში მძიმე დანაშაულზე, ხო? და ეს ჩვენი დიახაც არის ნეგატიური გამოცდილება, მაგრამ ამავე დროს კაპიტალი, რომელიც ფასობს ევროპის წამყვან სახელმწიფოებში, რომ ნახელისუფლარი პარტია ნიშნავს, რომ გამოცდილი პარტიაა. ანუ იცის რა როგორ გააკეთოს და რა როგორ აღარ გააკეთოს. და თავად ფაქტი, რომ მე დღეს ვარ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ჩემი აზრით, თავმჯდომობის გარეშე მიუთითებს რაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით ამ პარტიაში აღმოჩნდა გადახალისების და რეფორმირების უნარი. ადამიანი, რომელიც დღეს მე ჩემი სახით თქვენი სტუმარი ვარ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, არ ვიყავი თავად ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი წლების წინ. და პროტესტიც ვაპროტესტებდი ნაციონალური მოძრაობის რატო გადაწყვეტეთ? მართლა მაინტერესებს, არასდროს არ მეკითხავს, აი ამ ყველაფრის მერე რატო გადაწყვეტეთ ნაციონალურ მოძრაობაში შესვლა? ნუ ამას ორი სიტყვით ვერ გეტყვით, ეხლა 2003-დან 2007 წლამდე მე ქვეყანაში არ ვიყავი, საზღვარგარეთ სწავლობდი და ნამდვილად 2013 წლის აგვისტოს დავტოვე ქვეყანა, ჯერ კიდევ შეურნაძის ხელისუფლება იყო, ნუ პრაქტიკულად აი პოსტსაბჭოთა კი საბჭოთა საქართველო იყო, ყველაფერი ჩამყაყებული, რეგრესის ასე ვთქვათ მოორებში ვიყავით ყველანი და ჩამოვედი, დავბრუნდი 2007 წლის დასაწყისში უკვე მოდერნიზებული პრაქტიკულად სახელმწიფო იყო, ეს თვალშისაცემი იყო, ხელშესახები იყო, მაგრამ ნუ იმ პერიოდს დაემთხვა 7 ნოემბრის მოვლენები და რა თქმა უნდა ვერ მივესალმებოდი იმ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რა სამართლიანად უსამართლოდაც უნდა მოხდა. ვერ მივესალმები ახლა და ვერც მომავალში მივესალმები ვერანაირ ძალადობას. შესაბამისად, მე ჩემს მეგობრებთან ერთად ახალგაზრდული ჟინით ყოველგვარი ასე ვთქვათ ნაცნობობის გარეშე მაშინდელ ოპოზიციურ ასე ვთქვათ ლიდერებთან უბრალოდ როგორც მოქალაქეები ვაპროტესტებდით სხვადასხვა აქციებზე. ხო, ჩემს სამოქალაქო ხმას ვიყენებდი სხვადასხვა აქციებზე. ბოლო ასეთი იყო იპოდრომის აქცია, მაშინ როდესაც იყო მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია რუსთაველის გამზირზე და მე მახსოვს ჩემ მეგობრებთან ერთად, ესა ჩემი წარსული, მე გულახდილი მინდა ვიყო ჩემს ამომრჩეველთანაც, პოტენციურ ამომრჩეველთანაც, შენთანაც და სხვებთანაც, მე არ ვემალები ჩემს წარსულს. დიახაც, მე მივედი მაშინ იპოდრომის დიდ აქციაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იყო, იმისათვის რომ რუსთაველის გამზირზე წამოსულიყავით და ინაუგურაცია არ ჩატარებულიყო. მაგრამ ნუ კარგი, აქვე რატო მე უბრალოდ მოხვდი საჯარო სამსახურში და ეს არის გრძელი ისტორია, მანამდე ერთ სამსახურში ვიყავი და საიდანაც გამათავისუფლეს 2007 წელს ზუსტად ჩემი ოპოზიციური ასე ვთქვათ პოზიციების რეჟიმის სხერპლი ხარ. არა, პოზიცია მე დესტრუქციულიც ვიყავ სიმართლე ვთქვათ და ატმოსფეროს ვაფუჭებდი, იმიტომ რომ შენ მქონდა ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება იმ კოლექტივში და ნუ ეხა ამ განმოსახედიდან ეხა ხელმძღვანელი მოდიძულებული იყო რომ მე აღარ ყოფილიყავი. ამის შემდეგ ჩემი მეგობარი ერთ-ერთ საჯარო სამსახურში იყო კერძო თბილისის საავსულო ბიუროს უფროსი, აი საინტერესო ახლა მკითხეთ, ხო? და მან შემოთავაზა ჩემი კურსელი, უпростоოდ რეფორმები უნდა გატარდეს ამ უწყებაში და ხوار დამედგებოდი გვერდში და მე ვუთხარი აქცია არ გამომიტოვებია, სადაც მონაწილეობა არ მიმიღია და მე მგონი ძალიან უხელოდ მდგომარეობაში ჩაგაგდებ. მაგრამ ნუ დავიწყე იქ მუშაობა, რეალურად განცდა არ მქონია არც ერთი წამი, თუ ეხა პარტიას ვემსახურებოდი, რაც რეალურად საჯარო მოხელე უნდა იყოს ამისგან თავისუფალი და უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესების გამტარებელი და მოქალაქეზე სერვის ორიენტირებული. მაგრამ შიგნიდან ნაციონალურ მოძრაობაში, აი ეს არის და ამით დავასრულებ. ვხედავდი დიდ ნაკლოვანებას და დიდ უპირატესობას, რომელიც უნდა კიდევ კაპიტალიზირებულიყო და აშკარა გამختارიყო, რაც საკითხის მოუტოდა სახელმწიფოს. ანუ რამდენიმე გუნდი იყო, არ დავასახელებ, რომელი გუნდის მხარდაჭერე ვიყავი მე შიგნით, მაგრამ 2012 წლის 1 ოქტომბერს მე ნამდვილად მივეცი ნაციონალურ მოძრაობას ხმა უკვე არჩევნებზე, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მე მონაწილეობა არც კი მიმიღია და რატომ? იმედი მქონდა, უკვე ვხედავდი შიგნიდან რომ გამარჯვების შემთხვევაში, რაც პრაქტიკულად უკვე შეუძლებელი იყო, ნაციონალურ მოძრაობაში იყო საკმარისი უკვე ბზაობა თვით განახლებისა. მაგრამ
მე რო დამენახა და ამით დავასრულებ, რომ ქართული ოცნება არ დაადგებოდა იმ გზას, რა გზასაც დაადგა 2013 წლიდან და რაც დაპირდა საზოგადოებას იმის ნახევარს მაინც გააკეთებდა, მერწმუნეთ, არც მე ვიქნებოდი ნაციონალურ მოძრაობაში და არც ბევრი იქნებოდა ნაციონალურ მოძრაობაში, არც ბევრი დარჩებოდა ნაციონალურ მოძრაობაში, არც ბევრი წამოვიდა. კი ბატონო, ნამდვილად, არც თქვენ იქნებოდი ჟურნალისტიკაში. მაგრამ ნიკა, რა მაინტერესებს? აი თქვენ თქვით რომ იქ იყო რამდენიმე გუნდი და სახელებს არ დაასახელებ. ერთ-ერთ ეთერში თქვენ განაცხადეთ, რომ ვერ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი. მაინტერესებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარის დამოკიდებულება და საერთოდ როგორი არის გუნდში დამოკიდებულება. განახლება გასაგებია, გავიგეთ, განახლება კარგია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ განახლებას ხალხი არ ირწმუნებს, თუკი ხალხს ეცოდინება, რომ ისევ აქვს გავლენები, ისევ იგივე ადამიანებს, რომლებიც 2007 წლის და სხვა მიუხედავად იმისა, რომ მათმა ნაწილმა ციხეშიც სასჯელი მოიხადა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი ემიგრაციაშია, მე რატო გეკითხებით ამას? აი თქვენს ამბიციურ გეგმასთან დაკავშირებით, რომ ახალი სისხლი შეიტანოთ. ვერ ვიქნები, ვერანაირად არც ჩემ თავს მივაყენებ შეურაცხყოფას და არც რიგით, რომელიც არ ყავს ჩვენ რიგითი ამორჩეველი, ყველა ჩვენი მეგობარია, არც ცალკე აღებულ ერთ ამორჩეველს მივაყენებ შეურაცხყოფას, მე არ ვაპირებ ვიყო ნომინალური პარტიის თავმჯდომარე. მე არ ვაპირებ ვიყო თავმჯდომარე თავმჯდომარისთვის. მე არ ვაპირებ თავმჯდომარედ გაჩერებას თუ მე დასახული ამოცანები ვერ შევასრულე და გაერთიანებას, რომელიც გამარჯვების პლატფორმას ანუ როგორც წინა მორბედმა თქვა ოდიოზური ფიგურების გაჩენა, ჩემი ამოცანა არის ფიგურების წასვლა იქნება, თქვენი ის რაც მოხდა გდანის რაიონში, ის რაც გაკეთდა მანამდე კიდევ 2018 წელს ოლქში, რომელშიც მე მუშაობდი მეგობრებთან ერთად და მესამე ადგილზე გავდიოდით 2012 წლიდან, მაგრამ 2018 წელს სამთვენი მუშაობის შემდეგ ახალი გუნდი დავაკომპლექტეთ კერძო მცხეთის რაიონში. 2018 წელს მაგალითად გრიგოლ ვაშაძის არჩევნების დროს მე ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავიბარე მაგალითად კერძო მცხეთის რაიონი, სადაც ჩვენ ტრადიციულად უკვე 2012 წლიდან გავდიოდით დამსახურებულ მესამე ადგილზე. მეორე ადგილზეც ვერ გავდიოდით და საუკეთესო შედეგი ჰქონდა 10% წარმოიდგინეთ რა. ხო მოუგეთ ქართულ ოცნებას მცხეთის რაიონი, როგორ იმიტომ სამი თვე ვიმუშავეთ ველზე, ანუ ტელევიზიით საუბარი არ არის საკმარისი, რომ დაარწმუნოს ნახელისუფლებმა გუნდმა, რომ შენ ის აღარ ახარ და რაც იყავი და რაც მას მოწონდა, ის კი ხარ, მაგრამ რაც არ მოწონდა მას, იმას აღარ გაიმეორებ. ნაციონალური მოძრაობა როგორც გამარჯვების პლატფორმა დიახაც უახლოეს პერიოდში, უახლოეს მაქსიმუმ თვეში წარსდგება საზოგადოების წინაშე ახალი ადამიანებით. ახალი პროგრესზე ორიენტირებული ახალგაზრდებით, არა მხოლოდ ახალგაზრდებით და იმ გამოცდილი გუნდთან ერთად შეუდგება რაღაც ნიშნულოვან პოლიტიკურ საზოგადოებრივ ჭაპანის გასწევას. რაც შეეხება არასახელებთ მე ვიტყვი. ვანო მერაბიშვილი და ახალი სახელები. არა, აფშუაში არა ვანო მერაბიშვილი, აშუაში ვანო მერაბიშვილი პირდაპირ გეტყვით. ეს ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა ჩემი შეფასებით, ეხლა მარტო პატრულის რეფორმირებას მოვიტან მაგალითად, ხო, ხა კრიმინალთან ბრძოლა იყო გამოცხადებული და ამ ნაწილში ბევრი სიკეთესთან ერთად ბევრი ძიმე შეცდომა მათ შორის დანაშაული იყო დაშვებული და ვახსენე ძირითადად რას გავაკეთებდი მე მის ადგილას და ვფიქრობ რომ თავადაც ამ გადაუდგენაბიჯ შეცდომათ მიითვლის არ მინდა ამაზე სპეკულირება ეხლა უკვე მაგრამ უნდა გადამდგარიყო იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ თანამდებობიდან პრაქტიკულად იმდენი წელი იყო საპატიმროში რამდენი წელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ქართულ ოცნებაში არსებობს უამრავი ადამიანი რომელიც პრაქტიკულად 7 წელი კი არა 7 დღე ვერ გასტანს სამარტო საკანში ეს ყველაფერი ამ ადამიანს თავზე დაატყდა მაგრამ ეს იმას უბრალოდ არ ნიშნავს რომ მე ვაპირებ
მასთან პარტიულ თანამშრომლობას. ხო არ მოგატყილებ? გავიგე, არც ძაგებას ვაპირებ, მაგრამ არც არავითარ შემთხვევაში რაიმე სახით თანამშრომლობას ვაპირებ. გამორიცხულია იმ მიზნებსა და ამოცანებს, რომელსაც მე ვუსახავ ახლა პარტიას, უბრალოდ არ მოდის თანხმედრაში ჩემი და მისი ურთიერთობა. ეს ყველაფერი ხილული გახდება საზოგადოებისთვის. ვინ არის რეალური წარმომადგენელი ნაციონალური მოძრაობის, ვინ არის პარტია ნაციონალური მოძრაობის მმართველობაში და ვინ არ არის. ეს ყველაფერი მე კი არ უნდა ვიცოდე ჩემთვის. ხალხმა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს. ერთმნიშვნელოვნად. ხო. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ კი ვინმე არის მოწადინებული დღეს, რომ ჩვენ გავხდეთ უფრო ღია პლატფორმის წარმომადგენელი ხალხი, გავაღოთ ყველა კარი ფანჯარა, რაც კი არსებობს ჩვენს ოფისებში. ტრანსფორმირდეს ჩვენი ოფისები, არა იყოს პარტიული ბიუროკრატიის სიმძიმის მატარებელი ოფისები, არამედ იყოს სერვისზე ორიენტირებული ოფისი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მოვიდნენ. მე გავეცანით თქვენს ინიციატივებს, თქვენს გამოსვლაში გახმიანებულ ინიციატივებს, სადაც 4 ინიციატივა არის, სადაც არის საუბარი, რომ ამ იდეების განხორციელებაში თუ მოვლენ საინტერესო იდეები, ჩვენ დავეხმარებით მათ ამის პარტიულ გარემოსაც ვცვლით. აი ხა ყველაფრის გაკეთება ერთდროულად გვიწევს. აი ხა ცენტრალური ოფისი, რომელიც მდებარეობს კახეთის გზატკეცილზე, ხო? გარემოც კი იცვლება რეალურად. ანუ სხვა სივრცეები უნდა შეიქმნას, სივრცეები, სადაც უამრავი ახალგაზრდა მოვა. ჩემი კითხვა იყო, ფინანსურადაც დაეხმარებით, რომ აღასრულონ ეს თავისი იდეები, მაგალითად. პროექტები, რა თქმა უნდა, პროექტები, რომელიც ხარდაჭერას მოიპოვებს, იქნება დაფინანსებული. ბუნებრივია. ასევე ჩვენ ძალიან გვინდა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ ასევე უახლოეს პერიოდში, რომ პარტია გადავიდეს ახალ ურთიერთობაზე საკუთარ ამორჩეველთა და რავს გულისხმობ. ამორჩეველს უნდა კონდეს განცდა, რომ ის არჩევნებიდან არჩევნებამდე კი არ უჭერს ხარს კონკრეტულ ერთ ცალკე აღებულ პარტიას, ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას. არამედ მონაწილეობს მართვაში და ელექტრონულ პლატფორმაზე მათ უნდა შეეძლოთ მიიღონ მონაწილეობა ჩვენს მიერ დაყენებული საკითხებისთვის ხარდაჭერის სახით, ერთი მხრივ და მეორე მხრივ თვითონ დააყენონ ინიციატივა და მოიპოვონ ხარდაჭერა და ამავე დროს გადავიდეთ პარტია ხარდაჭერების დაფინანსების მოდელზე. ანუ მონაწილეობითი მოდელი იყოს ეს, რომელიც აღჭურავს ჩვენს ხარდაჭერების პარტიის წევრებს შესაბამისი უფლებით. უბრალოდ სიმბოლური შემოსატანი, სიმბოლური, რაც არის აპრობირებული მეთოდი მთელ ცივილიზებულ სამყაროში, სიმბოლური თანხის გადახდევინების შედეგად ისინი უნდა გახდნენ უფლებით აღჭურვილები, რომ კონდეთ სიტყვა, ეთქმოდეთ სიტყვა პარტიის მმართველობაში. ამირჩიეს მე ელექტრონულად, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ასევე გადარჩევისაც. იქნება ხვალ მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი პარტიის შიგნით ასარჩევი, ასევე საზოგადოებამ უნდა აირჩიოს. ყველაფერი გამჭირვალე უნდა იყოს და როდესაც უკვე თანამონაწილეობა იქნება ამ ხარისხის, ეს პარტია იქნება მათიც. ეს პარტია იქნება ბევრის, ვინც წილს ჩადებს ამ ორგანიზაციის განვითარებაში. მათ კარგი გაგებით ექნებათ ინტელექტუალური, ემოციური და მათ შორის ფინანსური წილი ჩადებული. ის რაც ხდება და თუ კი ღმერთად დავიფაროს, არჩევნები ყალბდება, ხომ? არჩევნებს 2, 3 და 4 და 5 ადამიანს, ნიკამელიას, მიშა სააკაშვილს და არ ვიცი მე, სხვა პოლიტიკა ხატია დეკანოიძეს კი არ უყალბებენ. თავადაც უნდა იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომ მათ მოპარეს, მათ გაუყალბეს. გამარჯობა იქნება და იქნება, ჩვენ კი არ გავიმარჯვეთ. მიხეილ სააკაშვილმა, მე, ხატე დეკანოიძემ, არ იცი, სხვა მეგობრებმა კი არ გაიმარჯვეს. გაიმარჯვეს პირველ რიგში მათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უკავშირი თუ არ შედგა, ბუნებრივია მე წარმატებას ვერ მივახცევ. მაგრამ მჯერა, რომ საკამარისად გულწრფელი ვარ და არ თვალთ მაგცობ და არ ვებღაუჭები ოპოზიციაში რაღაცა სავარძელს, რომელსაც თავმჯდომარის სავარძელი არაფერი არ მჭირდება. უყურებ ამ სავარძელს უბრალოდ როგორც ინსტრუმენტს, რომ გავაკეთო უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ზუსტად იგივე, რაც მოხერხდა გდანის რაიონში. გდანის რაიონში სხვა ხალხი ხო არ ცხოვრობს, ხო?
იგივე უნდა მოხდეს თაწმინდის რაიონში, ვაკეში, სამგორში, ისანში, ქუთაისში. გასაგებია. არაერთხელ ახსენეთ მიხეილ სააკაშვილს. და თქვენს გამოსვლაში თუ კომენტარებში ასევე იყო საუბარი, რომ გექნებათ მჭიდრო კომუნიკაცია, მჭიდრო კავშირი, მაგრამ გადაწყვეტილებები და მართვა მოხდება დედაქალაქიდან, მოხდება აქ საქართველოსთან. საქართველოს დედაქალაქიდან. საქართველოში ხო. რა როლი ექნება მიხეილ სააკაშვილს აი თქვენი პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ და რა დოზით იქნება ის ჩართული, იმიტომ რომ დავასრულებ ამ შეკითხვას, მის მიმართაც დამოკიდებულება მე ძალიან ხშირად გამიგია, რომ არა ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან სხვათა შორის, რომ მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა შეიძლება გარკვეულწილად და ხანდახან მისი ხისტი გამოსვლებიც გარკვეულწილად ქართული ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს. დიახ. რო არა მიხეილ სააკაშვილი ამ რეფორმებს უბრალოდ საფუძვლად ვერ ჩაეყრებოდა, სიმართლე არის ეს და უნდა ვთქვა, არც არჩევნები ჩატარდებოდა. ამიტომ ეს ნება პირველ რიგში თუ სადმე იყო უკრაინაში, სადაც დევნილი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. და მე ვგზნობ მისგან სულ მხარდაჭერას, ეს ერთი, მეორეს მხრივ მგონია, რომ აი ეს პროპაგანდა, რომელსაც ამუშავებს ზოდად რო ქართული ოცნება მოჭიდებას უკვე კარგავს და კარგავს, ნამდვილად ღამურ არის, ღამურ არის კი. უხანიდან არის, შენ არა გაქვს პრობლემა. ასე რომ არ არის პრობლემა, არ უნერვიულობ. ხო. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელთანაც მაქვს მე მჭიდრო ურთიერთობა და კავშირი და ვაპირებ, ბუნებრივია, რომ ყველაფერი გავაკეთო ერთის მხრივ იმისათვის, რომ ოლიგარქი დამარცხეს, ამ ქვეყანას ჰქონდეს წარმატებული დემოკრატიული მომავალი და არა ოლიგარქიული მომავალი და ამავე დროს ჩემი აქტიური ბრძოლით და მონაწილეობით მიეცეს ამ ადამიანს შესაძლებლობა ჩამოვიდეს ქვეყანაში, სახელმწიფოში, სადაც მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მართლა ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ყველაფერს თავი დავანებოთ, ხო? ყველაზე მიუღებელი მოქალაქე, ჩვენთვის მიუღებელი მოქალაქე, ან პირიქით, პოლიტიკური დემონების თვალსაზრისით საუბრობ, ბუნებრივია. ისიც კი ალბათ თუ კი ობიექტური არის დამეთანხმება, რომ ეს ადამიანი იმსახურებს იმას, რომ ეწეოდეს თავის საქმიანობას ამ ქვეყანაში, რომლის ავტორობითაც ქვეყანა მოდერნის და ოთარ ფარცხალაძეს ჰქონდეს შესაძლებლობა იყოს საქართველოში, სადაც 8 წლის განმავლობაში ძარცვას და არ ჰქონდეს შესაძლებლობა ადამიანს, რომელმაც ბევრი გააკეთა და კი ბატონო თავადაც არ უარყოფს, რომ შეეშალა, იმიტომ რომ ჩქარობდა, იმიტომ რომ უნდოდა უფრო მეტი გააკეთებია, ახალგაზრდა ხელისუფლება იყო 36 წლის იყო თავად, ოდესაც მოვიდა ქვეყნის მართვის სადავეებთან, ხო? ეხლა ასაკსაც თავისი სიბრძნე მოაქვს, ბევრი რამ გადააფასა, დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოცდილება, ის პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც მას აქვს, უნდა მოხმარდეს ამ ქვეყანას. ნამდვილად უნდა მოხმარდეს, მაგრამ ეხლა შედეგად ხედავთ რას, რომ კი ბატონო, ერთის მხრივ განდევნეს და მეორეს მხრივ ეხლა ფიზიკურად განდევნეს. და ეხლა მისი რიტორიკის აგზავნა უნდათ და სასაცილო მდგომარეობაში იგდება. საპატიო თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის დამფუძნებელი. მიხეილ სააკაშვილი არის იძულებული დევნილი ადამიანი, არა ხო, მაგრამ მართვა ეხლა თუნდაც ხო არ გეტყვით, პარტიის მართვა იქნება თბილისში. მნიშვნელოვან საკითხებს დაკავშირებით მე ვაპირებ გქონდეს მასთან კონსულტაციები, კავშირი, ბუნებრივი ეხლა აქ რო იყოს ეს ადამიანი, მე როგორც პოლიტიკოსი ჩემს შესაძლებლობას ხო უფრო გააძლიერებდა, ხო? და ნამდვილად გონია, რომ მისი ასე ვთქვათ, აქ ყოფნა სიკეთეს მოუტანდა უკვე ძალიან ბევრ პროცესს. იმიტომ რომ ფუჭი არის ის კამპანია, რომელსაც ეწევა რიგი, ასე ვთქვათ, დაჯგუფებები რა, სხვადასხვა წიაღში აღმოცენებულები, რომ მელიას არ უნდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოყვან. ნუ ასეთ მოსაზრებებსაც წააწყდებით და ეხლა მე ამ პარტიაში ძალით კი არავის შემოუყვანი ვარ, ხახ, ფულს კი არ მიხდიან ამ პარტიაში ოფრით. ამ პარტიაში ბევრი რამ აქვს ჩადებული, ბევრი ინვესტიცია, მათ შორის ემოციური, ხო და არა მხოლოდ, ხო, რესურსი მაქვს დახარჯული, იმიტომ რომ გონია, რომ
ამ პარტიის გარეშე, ამ გაერთიანების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია დამარცხდეს ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი საკარმიდამოს გაფართოებაზე ფიქრობს და საერთოდ არ აინტერესებს არც დემოკრატიული პრინციპები და არც სვებედი ამ ქვეყანაში ცხოვრები ხალხის და მინდა რომ ეს ორგანიზაცია, ეს ერთობა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია, სარგებლობდეს უფრო მაღალი მხარდაჭერით და ჯერა და ამ წმენით უბრალოდ მე ამ საქმეს ხელს ვერ მოვკიდებდი. ხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის მიმართ გაიზრდება, მნიშვნელოვნად გაიზრდება და თუ არ გაიზრდება, აგერ ცოტა ხანში ნიკა, ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვა, და იქნება ბოდიში, საზოგადოება ეკრედო. ჩვენ ეს კომპლექსი ქონდა, ბევრ ჩემ ხარდაჭერსაც ქონდა ნაციონალური მოძრაობის. აი ქალბატონები, მე შემხედრიან, რომ ნიკა შვილო, აი იქ იმას რა უნდა, იქ რატომ უნდა იყოს, ეხლა ჩვენთან შტაბში თავის დროზე იყო ქართული ოცნების მომხრე. ასეთ ადამიანებს ვაწყლებოდი პარტიაში, მე ვუხსნიდი ქალბატონო და არჩევნები ისთვის ტარდება, რომ მოქალაქეებს დამოკიდებულება შეცვალოს საკითხებისა და პოლიტიკური პარტიებისადმი, აბა მაშინ წელიწადში ერთხელ კი არა, საუკუნეში ერთხელ ჩატარდება არჩევნები და საუკუნის დასაწყისში ვინც მოიგებს, საუკუნის ბოლომდე იქნება, რაც რეალურად ეხლა ამ ადამიანს როგორ ჩამოგვიდა. ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ ერთად. ყველანი. მე გეტყვით ეხლა მცხეთის არ მინდა ერთ-ერთ რაიონში, მოკლედ, თავარი ამ წუთას ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი არის პატრიოტთა ალიანსის უბრალოდ მერობის კანდიდატი, რომელიც გავიცანი უბრალოდ აი ამ კარდაკარ სიარულისას, ხომ? და რატომაც წარმომედგინა, რომ ყველა პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი, რომელიც წევრი არ იყო, უბრალოდ კანდიდატი იყო, არის რაღაცნაირად უფრო აი თარხან მოურავს არაფერს არ ვუყურებ, დაახლოებით ყველა თარხან მოურავი მეგონა, გამიგეთ? ხო და აღმოვაჩინე, რომ პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატი კი არა, მაგრამ არაჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც დღეს იბრძვის ჩემთან ერთად, ჩემი მეგობარია უახლოესი ამ ქვეყნის მომავლისთვის, მაგრამ რომ არ გამეცნო, მისთვის კარებზე რო არ მიმეკაკუნებია, ეს ადამიანი დღეს მინიმუმ არ იქნებოდა იქ, სადაც მე ვარ. ამიტომ ნიკას ბოლო შეკითხვა უნდა დაგისვათ. აი გუშინ გაახმიანა ლელო საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაძარაძემ ეგრეთ წოდებულ სერბულ მოდელთან, ანუ 2022 წელს სრულიად პროპორციული ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოსაზრება, რო არ დაერქვას ამას ინიციატივა და მისი პარტიის გენერალურ მდივანთან გვექნება ჩვენ ამაზე საუბარი. როგორი არის თქვენი პოზიცია, ნაციონალური მოძრაობის პოზიცია და როგორი იქნება, თქვა თუ შედგება მსჯელობა და უნდა გახმიანებულიყო თუ არა ეს ესე. ჩვენ პირველ რიგში ძალიან ვუფრთხილდებით ერთობას, ძალიან ვუფრთხილდებით იმ ერთობას, რომელიც ჩამოყალიბდა პარტიებს შორის და ახლა კიდევ უფრო ვაპირებთ ჩემი თავმჯდომარეობით ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტად მჭიდრო ურთიერთობა გქონდეს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს თავისი უფლება რომ მოსაზრება გამოთქვას ამა თუ იმ ფორმით, ხომ? დღეს მე ვკითხულობდი სანამ თქვენსკენ მოვდიოდი მანქანაში, რომ მამუკა ხაზარაძეს გააკეთა განმარტება და მან უბრალოდ თეორიული დაშვება გააკეთა, როგორც ამ განცხადებით ამოჩნდა გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, ხო? მაგრამ არც ინიციატივა ელელო არის ურყევი იმ პოზიციაში, რომ ამ მოპარულ არჩევნებს არ უნდა უფორმებდეს არც ერთი დემოკრატიული პარტია ბიძინა ივანიშვილს, ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რამე თუ ვიცავთ აი ამ საშუალებით მოპარული ხმებისგან რა ვიცი ამ ოლიგარქის წარმომადგენლებს მიიჩნევთ? არა, ოლიგარქის წარმომადგენლებს რა უნდათ? ოლიგარქის წარმომადგენლებს და ოლიგარქს რა უნდათ, რომ მოპარული ხმები გააფორმონ და პარლამენტში შევიდეს ოპოზიცია. ხო? მაგრამ ლელო, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, მათ შორის ყველა ოპოზიციური პარტია ვართ ამ ბოიკოტის პროცესის ურყევი მონაწილეები და ეხლა ვინმე თუ პოზიციას შეიცვლის, საზოგადოებას უნდა აუხსნას თუ რატო იცვლის ამ პოზიციას. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მამუკა ხაძარაძესთან მიმართებაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ სიტყვა, რომელიც მათ დასდეთ ჩვენთან ერთად, ჩვენ მათთან ერთად არ იქნება გადახედილი და დავათმობიერთ ბიძინა ივანიშვილს იმას, რის დათმობასაც ახლა არაპირებს. მე უბრალოდ ვისურვებდი, რომ რიგი პოლიტიკური ოპოზიციური ლიდერები გაიაზრებდნენ უკეთ, რომ ერთმანეთს თავს არ უნდა ვესხმოდეთ. მე ეს ყველაფერი გამოვივლელი მაქვს. პირველ ნაბიჯებს ვდგამდი პოლიტიკაში ბუკა, ხო? ძალიან კონფრონტაციული ურთიერთობა მქონდა ბევრ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან, ვინც ოდნავ მაინც გააკრიტიკებდა ნაციონალურ მოძრაობას, იქვე მზად ვიყავი, პასუხი გამეცა
და ნაკლებად ვიყავი მოქნილი, მაგრამ ნუ იმდენად დიდი რამდენს სასწორზე ამ ქვეყნის მომავალი. მგონია რომ ივანიშვილის მადლიერი უნდა იყოს მთელი ოპოზიცია, საოცრება მართლა მოხდა, იმიტომ რომ ოპოზიციური ერთობის მართლაც საოცარი პრეცედენტი შეიძლება არის არ მინდა გვარი დასახელების დასახელება ხა კრიტიკაც არის ლანძღვაც არის და ლანძღვაც არის დავსდე ახლა თქვენთან ეთერში ცოცხალი და მკვდარი ვაგინო ოპოზიციური პარტიის ერთ ლიდერს მე ავდგეს სკამი და გავიდეთ თქვენ კორიდორში ხა ურთიერთობო ადამიანები ვართ რა არ შეიძლება უნდა კრიტიკასაც აქვს საზღვრები და ახლა ეს ცხოვრება არ დაწყებულა მხოლოდ რაღაცა სტუდიებით და პოლიტიკური ჩარჩოებში მოქცეული, ხო? ამიტომ უნდა ვიფიქროთ ჩვენს ურთიერთობაზე უკვე სტუდიის მიღმა და ნამდვილად არ მინდა იმ მდგომარეობაში აღმოჩნდე, რომ ღიად გავხდე იძულებული გავაპროტესტო და ერთხელ მოვახერხი და გავაკეთე ეს ყველაფერი და მაინდა-მაინც არ მომეწონა ჩემი სააქცია, მაგრამ იძულებული ვიყავი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, სადაც ჯერა ახლაც რომ რო არა ჩემი გაპროტესტება იქ ერთობა იმ სტუდიაში დაირღვეოდა. იმიტომ რომ შეუძლებელი არის ღია ეთერში ერთობას ზიანს აყენებდე და ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებდე და არ შეეწინააღმდეგო. იგივეს ხედავ ახლა, არ მინდა ჩავერთო, მაგრამ გძნობრო იძულებულს გავხდიან, რომ ოპოზიციის წიაღში თუ ეს ყველაფერი არ შეიცვალა, გავხდე მხარე. მეც ბევრი ვინმე არ მომწონს ოპოზიციაში, ხო? ვიღაცას არ მომწონვარ მე, მაგრამ ბოლო პერიოდში არავის არ ვაკრიტიკებ, განგებ და არც ვაპირებ. ვინ არ მოგწონს? ამგიჟდები ხა ვიღაცები, ხო? ნუ რატო თქვა ეხა არც გონია რომ უკეთესის იმეც უნდა იძლეოდნენ ხო არა ხო ეს სხვა ნიშნავს რაც ენაზე მომადგება ყოველფერზე ვილაპარაკო ეს არ არის ეხა ბოულენ ეთერში ისაუბრებენ გააკრიტიკებენ მე ეთერის მიღმა ხვდებიან და თითქოს არც არაფერი მომხდარა ხო არ გონიათ იგივე საკეთებენ ეთერის მიღმა სად არის ეს ყველაფერი მადლობა ჩვენთან სტუმრად იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლად არჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელსაც აქვს საკმაოდ ამბიციური და სერიოზული გეგმები და ნახოთ როგორ გამოიჩენს ის თავს ამ თავის გეგმების რეალიზებაში.